მოგესალმებით, დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემის აზრით საინტერესო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგლისურ ენაში ძალიან ხშირად გამოყენებული ზმნა get-ის შესახებ. გასაგებია რომ მეც თავის დროზე და ყველა ადამიანს, ვინც ესე ვთქვა, სწავლების პროცესში არის, საწყის ეტაპზე რაღაცნაირად დაბნეულობას იწვევს ეს get-ის თავისებურება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სიამოვნებაში ეს ძალიან მარტივია და აგიხსნით მე როგორ ხედავ ამ საკითხს. Get-ს როგორც დამოუკიდებელ სიტყვას, ანუ მარტო მდგომ სიტყვას, აქვს 4 ძირითადი მნიშვნელობა. თუმცა get-ი ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნეს ფრაზების კონტექსტში, სხვადასხვა ტიპის ფრაზების კონტექსტში. მოდით განვიხილოთ ამ 4 ვარიანტი ამ ცალკე მდგომი get-ის შემთხვევაში. get-ის ესე ვთქვათ, პირველი ვარიანტი გახლავთ ამ 4-დან მოცემა, ანუ და მაგალითს გეტყვით. მან მომცა წყალი. He got me some water. და მიღებას. მაგალითად, მე მივიღე შენი მესიჯი ერთის მხრივ. ასევე ნიშნავს გაგებას. ანუ მივიღე მესიჯი, ეს შეიძლება ერთი კონტექსტი იყოს, ან მეორეს მხრივ შემიძლია ვთქვა, მე გავიგე შენი მესიჯი. I got your message, პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც I got your message. ვარიანტი. მე მივეცი მას მანქანა. I got him a car. მესამე. ჩამოღწევა. მოღწევა, ანუ რაღაცა ადგილიდან მეორე ადგილზე მოღწევა, ჩამოღწევა, მოსვლა. My friend got to Tbilisi in 2021. ჩემი მეგობარი მათ ჩამოაღწია, ჩამოვიდა თბილისში 2021-ში. და მეოთხე. ჩაღწევა, მიღწევა. I got to the office at 9 a.m. მოკლედ, ეს 4 მნიშვნელობა დაიმახსოვრეთ. ცალკე ვიდეოს გავაკეთებ, რომლის განმავლობაშიც შეგასწავლით get-ის შედეგად შექმნილი ფრაზების, ხშირ ფრაზებს, რომლებიც გამოიყენება სალაპარაკო ინგლისურში. საუბრობთ რა ზმნა get-ის შესახებ, მისი, ესე ვთქვათ, წარსული ფორმა განსხვავდება გამოთქმის თვალსაზრისით. ერთის მხრივ ბრიტანულ ინგლისურში ერთგვარად ამბობენ, მაშინ როდესაც ამერიკულ ინგლისურში განსხვავებულად. ამიტომ ვისაც რომელი ვარიანტი გჭირდებათ, ის ვარიანტი გამოიყენეთ. ბრიტანულში get ზმნა მის წარსულ ფორმაში უმეტეს შემთხვევაში, თუმცა არსებობს იქაც თავისთავად გამონაკლისები, კლასიკურ შემთხვევაში უფრო გამოთქვავენ got, ot, მომრგვალებრივ o, got, მაშინ როდესაც ამერიკულ ინგლისურში get-ის წარსულ ვარიანტს ანუ O-ს გამოთქვავენ უფრო got, ati, got. მოკლედ, აი ეგეთი ამბავია. I got a car, ბრიტანულში, I got a car, ამერიკულში. წარმატებები.